თამამშვიდობისა, ვინც არ იცნობთ, მე მქვია ნიკოლოზ გოგოჭური და მე და გიო საკმაოდ ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს და საკმაოდ ბევრჯერ რაღაცები ვიკეთებდი ერთად, მათ შორის ამ ოთახში ვატარებდით ლექციებს ერთად ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ბატონი არჩილის პროექტში, ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა და მოკლედ ბევრ დროს არც აღარწმევთ, წარმოვიდგენია ახლა ჩვენი პანელისტები, ყველა იტყვის რა კავშირი ქონდა გიორგისთან და მე მექნება ყველასთან უბრალოდ ერთი კითხვა და მინდა რომ ყველამ გაცეს პასუხი ამ კითხვას. დაიწყო. გამარჯობა, მე ვარ ია გოგოჭური. ორი გოგოჭური პირველად გიოსთან ერთად მუშაობდი სამწეულზე მეთხარს, კერმელში, ერთად ვმუშაობ ყოველდღიურ რეჟიმში ამ წლების განმავლობაში და მისი მეთოდები ერთად ძალიან დასამახსოვრებელი და ეფექტური იყო ჩემში შემთხვევაში. როგორც ვთქვი, ძალიან ბევრი ადამიანზე გვაქვს უდესი კი, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ, ვისაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. მე ვარ ხატია მათიკოშვილი, ხმას დამფუძნებელი. როგორც ნიკოლოზმა ახსენა, პროექტი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის შექმნილი, ამ პროექტის ბენეფიციარი და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომიწია გიორგისთან გადაკვეთა როგორც მენტორთან. პირველად და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი მეგობრობის და მენტორობის თავგადასავალი. გამარჯობა, მე ვარ ლაშა მიქიაშვილი და გიორგი როგორც ახსენა, გამიცანი მეც ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში, აი დიდი ხნის წინ, 8 წლის წინ, 9 წლის წინ და ძალიან ნელა, ისეთი სტაბილურად ვიფრინდებოდა ჩვენი ურთიერთობა, დავიწყეთ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ბოლოს უკვე საერთო საქმეს ვაკეთებდით ერთად. მადლობა. თქვენთან ყველასთან მაქვს ერთი და იგივე კითხვა, რომელიც ორ კომპონენტიანია და თუ შეიძლება რომ აი ჩავახსოვოთ, ხო? მე მინდა რომ ყველამ გაიხსენოთ და მითხრათ პირველი შეხედვა გიორგისთან როგორი იყო, მოკლედ რომ რას მოიცავდა და სად როგორ მოხდა ეს ამბავი და მეორე კომპონენტი არის ის, მე მინდა რაღაცნაირად თქვათ დაფილტრულად საბოლოო ჯამში რა ფრაზით დარჩა გიორგი თქვენთან იმისთვის რომ მოისმინოს ამ ხალხი. მე დავიწყო. მოკლედ. თქვენი კითხვებით არ მოძრაობ. ხო. ფრაზაც მე უნდა ვყავს. კარგი. რაც უნდა უცნაურად მოგუჩვენოს, ჩემს შემთხვევაში უცნაურად ჟღერს ძალიან ონლაინ გამიცანი გიორგი ერთ-ერთ რეგულარულ შეხვედრაზე, სადაც გავდივდით იმას, როგორ გასწავლებინა ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში, რაც სილაბუსს გავდივდით. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი გამიცვია ასეთი ფორმატით, რომელიც ლაივში არც მინახავს. მეტიც მე გამიცვია ადამიანები, რომელიც მე მიყვანია სამსახურში ისე რომ ლაივში არ მინახავს. მაგრამ არასდროს გიორგისთანი ადამიანი არ გამიცვია ასე მარტივად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი დიდი ადამიანები დიდი გარემოში გაიცნოთ, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გაიცნოთ აბსოლუტურად მარტივად გენიალურ სივრცეში, ზუმში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა დამახსოვდა პირველი და მახსოვდა არის რომ ოღონდ სამას ვიტყვი გონებაში ბევრჯერ წარმოვიდგენია ოდესმე თუ გავხდი ისეთი ადამიანებსაც მიიწვევს სადღაც გითხავენ და არის ერთი რასაც გვირჩევდიო ეს ახსენდება ხოლმე პირველი, მაგრამ დეტალის არის გიორგის პირადად ჩემთვის ეგ არის ზარდუას. მაგრამ გორბეში დღეს ხოლმე ერთი რამე არასოდეს დანებდე. ძალიან მარტივი ფრაზა, მაგრამ აი კიბერზე რო ვადიხართ და იცით რომ 15-250,000 ნაბიჯი გასაუბრებ, მაგრამ იცით რომ ბოლოს სადღაც ახლავთ. მათ მარტივი არ დანება, უბრალოდ გავუცოთ. მაგრამ ეს ამას არ ეხება. გიორგის შემთხვევაში არის არასოდეს დანებდე
როცა საბოლოო წერტილი მაინც არ ჩანს. შემდეგ ჩემთვის როგორც ბენეფიციარისთვის იყო დაგეგმილი. მეც ომაისიუსში გავიცანი, იმიტომ რომ ეს იყო კოვიდის პერიოდი და მართლაც არ ვიცი გიორგის ალბათ ერთ გამორჩეული უნარი კიდე ის იყო, რომ ყველაფერი რა ჩერდებოდა გიორგი მოძრაობდა და შეძლიბიც გერდა ბალდებულს გხდიდა, რომ გემოძრავა და არასდროს გაჩერებული ავით. პირველი შეხვედრა იყო ჩვენი Zoom-ში, ტრეინინგის ფარგლებში და რაღაცა ცოტა დაიძაბა აუდიტორია, იმიტომ რომ ეს ბენეფიციარები ყველა უსმენდით რაღაც ცოტა შეშინებულები, იმიტომ რომ გვეუბნებოდა, რომ თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს მიზნებში, გაგიშათ Zoom-ი და გაგიქო დათოვეთო სივრცეო. და დაგძაბა და შეგვაშინა. მინდა გითხრათ, რომ მართლაც გამოიჩიშა რაღაც ნაწილი ამ შეხვედრის შემდეგ. ამასაც ვადასტურებ. კი, ასე იყო და ვინც დარჩა და ვინც დავრჩით და შემორჩით, აი მაქედან დაიწყო მთელი ისტორია და ეს ისტორია იყო მუდმივი მოტივაცია, მუდმივი რაღაც შეძახილი და მახსოვს, როდესაც პირველად ჩემი იდეა გავაჟღერე, მან თქვა, რომ ძალიან კარგი არის, რასაც აპირებო, იმიტომ რომ ძალიან რთული არისო, ბევრი იდეა მომისმენიაო, მაგრამ იშვიათად ყოფილა ისეთი იდეებია, რომელიც რაღაც ღირებულზე არის დაშენებული და მე ამ ღირებულების გაყიდვას, ჭყალებში გაყიდვას ცდილობსა და მითხრა ესეთი რჩევაც, რომ მასშტაბები არ გინდოდესო, დასაწყისი გქონდეს ამ იდეალურად ვერავინ ვერ დაიწყებსო, მაგასო ჩემი გამოცდილებით და ძალიან დიდი გამოცდილება გქონდა. ნაწილში დაიწყე პატარა ნაბიჯებით, დატესტე, მუდმივად იყავი ტესტვაში და თუ არ გაჩერდები და ლაშამაც ზუსტად ძალიან სწორად თქვა, რომ რამდენიმე ფრაზა არის, რაც გიორგისთან ასოცირდება და ერთ-ერთი რჩევაც მეგიყო მუდმივად, რომ არ უნდა გაჩერდა ნებისმიერი ფასი, რაც შეგვიძლია ადამიანური გაიღოთ, რომ იქნება ეს რესურსები. ყველაფერი ჩადო იმისთვის, რომ იმ შენ რაღაც ღირებულს და ძალიან ესე ღირებულებებზე დაფუძნებული ადამიანი იყო და მუდმივად ცდილობდა, რომ ის გარშემო ვინც ვიყავი და მეც ჩემზეც, აი რაღაცა ღირებულებითი დაენახებინა, რომ რასაც არ უნდა აკეთე, აკეთებდე, ეცადე, რომ მოახდინო გავლენა პოზიტიური ადამიანებზე, რაღაც გარემოზე და მუდმივად მოგვიწოდებდა და მახსოვს, რომ სწავლა, რომ მუდმივად ეს პროცესი უნდა იყოს განგრძობითი და არასდროს არ უნდა იყო იმდენად თავდაჯერებული, რომ თქვა, რომ აი უკვე იმ დონეზე ხარო, იცი რაღაცეები და აქეთ შეგიძლია ვიღაცეებს ჭკუა ასწავლო. ძალიან არ უყვარდა ეგ და იმის მიუხედავად ძალიან ბევრი რჩევას გასცემდა, ყოველთვის ძალიან თავდაბალიც იყო ხოლმე და ამბობდა, რომ აი არ ვიცი, ერთად ნახოთ, ერთად მოვიძიოთ და მუდმივად მისი რჩევებიც ასეთი იყო ხოლმე, რომ მამაკიგირებელი მეტწილად. აი რომ ახსენდება ხოლმე, რაღაცა ცეცხლს გინთებდა გიორგის და საურის შემდეგ, იქნებოდა ეს ტელეფონო ნებისმიერი კომუნიკაცია მასთან იყო, თიშავდი ტელეფონს და რაღაცა ენერგიას გრძნობდი, რომ ეხლა გავალდა ფას გადავაგავ და რაღაცას ვიზამ ისიც, რაც აქამდე არავის არ მქონია და ეგ მახსოვს რა, მოკლედ ჩვენს ზე ურთიერთობაში გაზრდა. ძალიან დიდი მადლობა, ზუსტად მახსენდება აი ყველაფერი გიორგი. ნუ იქიდან დავიწყებ საიდან შევხვდი. გიორგი კერნოვსკი გვერდა 2021 წელს. და პირველ დღეს მე ამ შეხვედრაში ონლაინ არ შევხვდი, რომ ფიზიკურად შევხვდი და ვანონვანი მქონდა პირველივე დღეს მახსოვს. გიორგი ზოგადად ძალიან უყვარდა ვანონვანები და ღია ფიდბექის კულტურა და მაშინ მქონდა პირველად მქონდა ეგ მომენტი, რომ ადამიანი რომელიც ვიცოდი რა ქონდა გაკეთებული და რამდენი ქონდა გაკეთებული და ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანს ქონდა ნული ეგო და იმდენად ღია ფიდბექის კულტურა ქონდა გიორგს და იმდენად პირდაპირი იყო, რომ ძალიან რეალიტი ჩეკი იყო ყველასთვის ყოველთვის რა და ეს მახსოვს პირველი გიორგის შეხვედრასთან და
ეს მომენტი რომ უნდა გეკონტროლო უბრალოდ იმ მართულებით საერთოდ გინდოდა წასვლა და უცბად მიხვიდოდი რომ ამას აღშიათ იმეორებდა გიო რომ უბრალოდ ფიზიკის კანონი იყო და უცბად უბრალოდ დროის ფუნქცია იქცეოდა სანამ სწორი მართულებას ირჩევდი და კონსტანტური იყავი ისკეთებაც და უცბად მიხვიდოდი შენ დაიწყების ადგილას რაც მახსენდება ერთი გაკვეთილი გიოსგან რაც ყოველდღიურად ვიყენე არის მაქსიმალურად სწრაფი ფიდბექი და ანალიზი საკუთარი ქმედებების რაც უფრო მალევე შეძლებთ საკუთარ ქმედებების გაანალიზება ჩაცნობას რატო გააკეთეთ რაღაც რომც განსაკუთრებით ზეთმედება რომელიც მოგწონთ და ასევე ქმედება რომელიც არ მოგწონთ ვერაფერ მარტივია რომ იქვე იყო ამ პროდუქტის მიზეზი და საკუთარი უკავშირით შეძლო რაღაცეების საკუთარ თავში პოზიტიური ცვლილებები ეს არის ალბათ ყველაზე ისეთი გაკვეთილი როგორც ყოველდღიურად ვიყენებ გიოსი მადლობა ხარემ მეც ვიტყვი მაშინ მე გიორგი გავწენი 1900 არა გათხოვა 2017 წელს კოლინმა დაორგანიზა ერთი შეხვედრა რომელშიც ძალიან საინტერესო ხალხი მონაწილეობდა პარალელში გიოს აღნიშნული კოლინს ვიცნობდი კოლინმა დამპატიჟა მე და იმ შეხვედრაზე მოკლედ დავიყავდი მაგიდებად და მაგიდებს ალბათ ჰქონდა მოგვეფიქრებინა საქართველოს ეკოსისტემა როგორ შეიძლება განავითარო, რითი შეიძლება განავითარო. უბრალოდ მე და გიო ერთ მაგიდაზე მოვყევით, მან გავიცანი. მაგრამ მნიშვნელოვანი ეგ არის, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს შეხვედრა რომ მორჩა, მე გავნაწილდით ყველა ოთახებად და მე და გიო ერთ ოთახშიც მოვხდით. მოკლედ ვინც გიოს კარგად იცნობდით, მიხვდებით რომ დილის 6 საათზე გამოგვიძა გიო და მითხრა წამო გარეთ გავისეირდით. დილას 6 საათზე. მოკლედ ჩემი პირველი შეხება გიორგისთან იყო დილის 6 საათზე ყვარლის ვენახებში სეირნობა და საუბარი ღმერთზე, ადამიანზე, ტექნოლოგიებზე, ბიზნესზე და ადამიანებზე. და აი როგორც დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ისე გაგრძელდა რაღაცნაირად, რომ ვერ გაიგებ რას შევეხებოდით როდის. ერთი ვიცი ის, რომ პანდემია რო დაიწყო, მე და გიოს დაახლოებით ერთდროულად გამოჩნდა შვილები. და ერთ ბედს ქვეშ ავარდლავავ და შენ ურეკავდით ხოლმე ერთმანეთს და უზიარებდით გამოცდილებას როგორია ლოკდაუნში თვეების ბავშვთან ერთად ცხოვრება და რაც დამამახსოვრდა და რაც დაინფილტრება და დარჩება ყოველთვის და რაც სავარაუდოდ ყოველ შემთხვევაში მინდა რომ გამომიყენო ხოლმე და ეგრე ვიცხოვრო არის ის რომ ჩემ სტუდენტებთან ხშირად TS ჯორჯიაში ვასწავლებ ჩემ სტუდენტებთან ხშირად გიორგი მომყავდა მაგისტრის რომ დაეშინებიდნენ სტუდენტები იმიტომ რომ გიორგი ხშირად ამბობდა რომ ჩვენი ამოცანა რა შეიძლება ბევრი გამხაროთ ამ ეკოსისტემიდან რა და ამას ამბობდა იმიტომ რომ გულისხმობდა რომ ტურისტები უნდა გავყაროთ ეკოსისტემიდან იმიტომ რომ დაჩნენ ისინი ვისაც მართლა უნდა რაღაცი გაკეთება და დამრჩება ყოველთვის ის რომ ერთხელ შემოვიდა ჩემთან ესე ზუმში ლექციაზე და ნუ ჯერ დაუცაცხანა მთელ ამ ჯგუფს მოკლედ ნახევარი ჯგუფმა კამერები გამორთო მეორე ნახევარმა რაღაცები დაუწერა და ბოლოს უთხრა რომ ცოტა არის როცა ერთხელ ხდება ცოტა ბევრი ხდება როდესაც ყოველდღე ხდება და ამით ამბობდა იმას რომ დღეში 1% გაუმჯობესებით შენ ერთ წელიწადში ხდები აბსოლუტურად სხვა ადამიანი და ვინც იცნობდა იცის რომ ეს ადამიანი ცხოვრობდა ზუსტად ეს არც მეტი არც ნაკლები ცდილობდა ყოველდღე 1%-ით უკეთესი გამხდარიყო.